მზიას თავისუფლება მზია ამაღლობელს ხელი გომიშვი არა ხელს აბა რატომ ეხები ბოდიში არა თავისუფლება მზია ამაღლობელს თავისუფლება პოლიტპატიმრებს მისი კოლეგები ვარ და ვიბრძოლებთ მისი სიცოცხლისთვის მოგის აბა გისმენთ მოგვახსენეთ თუ შეიძლება გისმენთ აბა გისმენთ პერფორმანსი არა მზიას ჯანმრთელობა გვაინტერესებს გისმენთ ხო და თქვით თავისუფლება მზიას არ უნდა დაასრულოთ გისმენთ მზიას ჯანმრთელობაზე მოგვეწოდეთ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრად წოდებული რომ ხართ გითხარით მზიას ჯანმრთელობა როგორ მდგომარეობაშია მე ყველგან დაგხვდებით ვიდრე მზიას ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება და მისი სიცოცხლე გისმენთ კამერების გარეშეც დაგხვდებით და კამერებითაც მზიას ჯანმრთელობაზე რა უნდა დავასრულოთ სად მიდიხართ რას არ გაცდით ჩვენი კოლეგა არის აუა 16 დღეა შემშილობ ხო და გისმენთ გისმენთ თქვენ რაც გქონდათ სურვილი ეს გააშუქეთ ამის შემდეგ რა გააშუქეთ მზიას ჯანმრთელობა არ გინდათ ეგეთი ლაპარაკი არა მიჩვეულები ვართ მაგას რა გვინდა რა გაცინებთ რა გაცინებთ მეცინებას რა მე სასაცილოა კოლეგა მე ვიცი ვარ სასაცილო არ გინდათ ეს გადატანა მზიას ჯანმრთელობის შესახებ მზიას ჯანმრთელობის შესახებ გითხარით კოლეგის შოუბაში ხელს ნიშნავს მზიას ჯანმრთელობის შესახებ არა ვერ დაგიმშვიდობები ჯანდაცვის მინისტრი რომ ხართ ქართული ოცნების მზიას ჯანმრთელობის შესახებ გითხარით ესე იგი მანამდე ნახევარი საათ მეჭუბებით იმაზე რატომ მე არ მელაპარაკებიო გეკითხებით და ვერ პასუხობდა აგნებავდა აბა რა გავაკეთოთ არაფერი გაქვთ სათქმელი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მზიას ჯანმრთელობის შესახებ გითხარით თქვენგან გასხოვებით ჩვენი კოლეგაა მეგობარია და ვღელავთ თქვენ არა ხართ ადამიანურობისგან დაიცალეთ ჰუმანურობისგან რა გეჭვებათ მეგობარია და კოლეგაა და ვღელავთ არა ეგრე გონია თქვენ ნეგოციაციები გითხარით მზიას ჯანმრთელობის შესახებ ავიგე მაგრამ თქვა რა გისვით მზიას ჯანმრთელობის შესახებ რატომ გარბი ხართ ასამალი მაშინ გითხარით მე შესანიშნავად ვიცი არ გავრბივარ მე არა მე არ გავრბივარ არა ეგ გამაკია მაგის იმედი გქონდათ რუსული კანონიც მაგიტო გითხარით მზიას ჯანმრთელობის შესახებ ეხა გზაზე გითხარით მზიას გზაზე ჩაგეღობებით საფრთხენას და ხილთანაც მზიას ჯანმრთელობის შესახებ გითხარით და გაგეშვებით გითხარით არაფერი იცი საზოგადოების მაღალი ინტერესია თქვენ ხართ ჯანდაცვის მინისტრი ბატონო მიხეილ მზიას ჯანმრთელობაზე ინფორმაცია კონცენტრ საშუალებას ჩვენც მუშაობთ მზიას ჯანმრთელობაზე ინფორმაცია გააქვს მზიას ჯანმრთელობაზე ბევრი რაღაცა მზიას ჯანმრთელობაზე არ გინდათ ეს ნარატივი მზიას ჯანმრთელობაზე ინფორმაცია გააქვს მადლობა მზიას ჯანმრთელობაზე ინფორმაცია გააქვს ვერ დამაბული მუშაობილად ბატონო მიხეილ ჩვენ გაგვეცეთ 16 დღეა ადამიანი ქალი ჟურნალისტი შიმშილობს ბატონო მიხეილ არ გქცევთ კითხვაზე ბატონო გადი ჟურნალისტები ადამიანს ვარ დავალაპარაკებ ხო და გისმენთ აი ყველა გისმენთ პირდაპირ ეთერში ვართ ბატონო მიხეილ ჭირდება რომ მივიდე ვიმუშაო დავიწყო მუშაობა ჩვენც მუშაობთ არა თქვენ და მზია საერთოდაც ციხეშია ჯანმრთელობა არ მაღელვებს ეგ ამბავი დაარქვით რაც მზიას ჯანმრთელობა მაღელვებს ვიცი რომ არ გაღელვებთ კაცო ეგ რომ გაღელვებდეთ თავისუფალ ჟურნალისტებს ციხეში კი არ დაამწყობთ მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრება ბატონო მზიას ჯანმრთელობაზე გითხარი გონიათ რომ ვიღაცას ესე შეგიძლია არიცი შეგიძლია დაამწყდიო არ დაამწყდიო არ გვინდა ეს დემაგოგია მაინც და მაინც გინდა რომ სახელი დავაყო მე რა ადამიანი ვარ მუშაობა რა აქვს აგე რამდენი კოლეგები გენა მათ შორის პროპაგანდისტული არხები არ გინდათ ის ისინების გადატანა მზიას ჯანმრთელობაზე გითხარით არ მithოვიათ ეს ჩემი შეფასება არ არის ეს ჩემთვის საინტერესო ვიყო არაუშავს პირველი თქვენ არ ოკეი მზიას ჯანმრთელობაზე როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა ესე ყვირილით და ესე თუ ამბავი ხომ მოვედით მზიას ჯანმრთელობის შესახებ ბატონო მიხეილ როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა მზია ამაღლობელის გაგვეცით კითხვაზე პასუხი ეხა ბევრი რო იყვირებთ და ისე კითხვას გისვამთ არავინ არ ყვირის აქ ბატონო მიხეილ უნდა გვითხრათ საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს ყველა შეხედეთ რამდენი ჟურნალისტი ბატონო მიხეილ პირდაპირ ერთადერთი კითხვა ისმენთ მაყურებელი გითხარით მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია მზიას ამბავს არაუშავს მადლობა
მადლობა არ მწყინს მე თქვენგან ზიას ჯანმრთელობაზე გითხარით მადლობა ზიას ჯანმრთელობაზე გითხარით ბატონო მიხეილ ჯანდაცვის მინისტრი ხართ მეგობრებო პირდაპირ ეთერში ვართ ერთი წუთით რომ ვაცადოთ ბატონო მიხეილ პირდაპირ ეთერში ვართ 16 დღეა შიმშილობ ჩვენ კომენტარს ვაკეთებდით აკეთებდით და არ გვაგვიცით კითხვაზე პასუხი ცემდი პასუხს თქვენ გადაწყვეტეთ არ ვიცი აქ მყოფმა ადამიანებმა რომ უნდა გამართოთ რაღაც პერფორმანსი არავის პერფორმანსი რომ კითხვას გისვამთ მაინტერესებს ჩვენი კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვცდილობთ რომ თქვენთვის სასურველი ხერხით გააშუქოთ გარკვეული ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდეთ ბატონო მიხეილ როგორია მდგომარეობა 16 დღე არავინ არაფერი იცის მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იცით რომ ქრონიკული დაავადების მატარებელია მისმინეთ გეუბნებით რაღაცას ვიდექი ვაპირებდი პასუხების გაცემას გაგვეცით პასუხი თქვენ გადაწყვეტეთ რომ ასე გავაკეთოთ არაფერი გადამიწყვეტია კითხვა დაგისვით და არ გამეცით ამ კითხვაზე პასუხი მე არ დაგისვით კითხვა ბატონო მიხეილ რამე პერფორმანსი ნახეთ ჩემი მხრიდან რამე პერფორმანსი ნახეთ მე ხომ კითხვა დაგისვით ეხლა ჩემ კითხვას პასუხი გაეცით ბატონო მიხეილ მე ხომ კითხვა დაგისვით ჩემ კითხვას პასუხი არ დაინტერესებულ საავადმყოფოში არ გადაყავთ არ გადაყავთ საავადმყოფოში 16 დღეა შიმშილობს უყურე ჩემი ახლობლების სახელი მეორედ არ ახსენე რატომ არ ახალი ჩვენი კოლეგაა და მისი წრწლებზე რატომ გიზიანდებთ არაეთიკურია ჩვენი ახლობელია მზია დილობა სად დავკარგეთ თქვენ ხომ გყავთ მეუღლე შვილი და დედა ხომ გყავთ ზიაზე ჩამწვევა ბატონო თუ რა გინდა აპარატო იწევთ ხელებს გითხარით მზიას ჯანმრთელობას არ პროვოკატორობ მზიაზე გითხარით რაც მოვედით დემაგოგობთ და გითხარით მზიაზე თუ შეიძლება მზიაზე გითხარით მზიაზე გითხარით ბატონო მიხეილ მზიაზე გითხარით შეხედეთ ამდენი კამერა ჟურნალისტი მიკროფონი არის თქვენსკენ მომართული გითხარით მზიას ჯანმრთელობაზე გისმენთ მე მგონია რომ ასე ჩემს ანუ არ გავიფასოთ დაინტერესებულ ხართ მზიაზე გითხარით არ გავხსნათ ბატონო მიხეილ ყველა ღონისძიება ერთი წამით გითხრათ ყველა ღონისძიება ჩვენც არის ნაკლებად მნიშვნელოვანი მზიას ჯანმრთელობა არის უპირატესი ჩვენთვის ამიტომ ერთადერთი კითხვა გვაქვს თქვენგან გითხარით და დავარ არა უშავს მზიაზე მითხარით რას ლაპარაკობთ ბატონო ჟურნალისტები არიან ერთადერთი ვინც იცავენ მის უფლებებს ახლა სამწუხაროდ თქვენ ხართ ჯანდაცვის მინისტრი ხართ ვალდებული გაგვცეთ კითხვაზე პასუხი საზოგადოებას უთხრათ როგორია დატყვევებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელიც 16 დღეა შიმშილობს მას აქვს ქრონიკული დაავადებები და არის მძიმე მდგომარეობაში ამიტომ საზოგადოებას განუმარტეთ ახლა დიახ ჟურნალისტი ვარ და კითხვას გისვამ ჩემი მოვალეობაა კითხვა და მე კითხვას გისვამ ჯანდაცვის მინისტრი ხარ და ვალდებული ხარ კითხვის დასმა ეს ბატონო მიხეილ კითხვის დასმა არის როგორია მდგომარეობა ანუ ჩდება განცდა რომ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ჯანდაცვის მინისტრი არ მოიკითხეთ მისი მდგომარეობა ზიას სიცოცხლე საფრთხე ეკრება შეაპასუხეთ თქვენ არ ინტერესებზე რა პრობლემაა რომ კითხვაზე გასცეთ პასუხი ზიას სიცოცხლე შეაპასუხეთ თქვენ უწყებთ ბატონო რჩებით აქ თავისუფლება მზია ამაღლობელს თავისუფლება მზიას ეს ამდენი ექიმები რომ შეთხართ აქ და ჩვენი კოლეგა რომ შიმშილობს ვინმე ხმას არ ამოიღებს 16 დღეა ადამიანი შიმშილობს ხედავთ რომ აითხოვდნენ კითხვებზე პასუხებს მიხეილ სარჯოლაძისგან როგორია მზია ამაღლობელი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუმცა მინისტრმა არის სურვა რომ არ ემუქრება ბატონო პაატა საფრთხე 16 დღე რომ შიმშილობს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანი საფრთხე ემუქრება მობრძანდით გითხარით ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს არ იცით არაფერი ესე იგი ხარი შიმშილობს ციხეში სირცხვილი თქვენ თავისუფლება პოლიტპატიმრებს ბატონო ზაზა ისმენთ როგორია რა გითხარით რა იცით არაფერი გითხრა ერთი სიტყვა არ უთქვა და ველოდებით ვეხვეწებით რომ თქვა ეს რამე და არ ამბობს სადგარ ვიხართ რატომ იმალებით ამბავი გითხარით
თავისუფლება მზიას ყველგან მოვა ყველგან დაგხვდებით ვიდრე თავისუფლები ვართ თავისუფლება მზიას ყველგან მოვართ ვიდრე თავისუფლები ვართ ზიას ჯანმრთელობა ვიდრე საფრთხეში იქნება ერთადერთი თხოვნა არ გინდათ თითით ლაპარაკი ნუ მემუქრებით რა თითით ნუ მელაპარაკებით ერთადერთი თხოვნა გვაქვს თქვენ ერთი წამით ბატონო ერთადერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან ზიას შესანიშნავად ხედავ ზიას თქვენ არ გაღელვებთ ადამიანები თქვენგან გასხოვით აქ ყველანი ვღელავთ ზიას ჯანმრთელობაზე გვინდა ინფორმაცია გამინდა რა არ მინდა მაგას ზიაზე გითხარ მომისმინეთ რაღაცა არ გინდათ ეხა ეს იაფასიანი პოპულიზმი მადლობა ეგ თქვენ მიგაჩნიათ ჰუმანურობის კანონხარდ დაძილ ჩინოინტერესებს კი გვაინტერესებს ამიტომ მოვედით რამე იცი არაფერი თავისუფლება მზიას თავისუფლება მზია ამაღლობას თავისუფლება პოლიტპატიმრებს თქვენ სახეში აფურთხებთ ადამიანებს თქვენი ჩინოვნიკები არავინ იფურთხება აქ თავისუფლება მზიას თავისუფლება მზიას გონიზება მიდიხარ დაურბიხარ კითხავს ბატონო მიხეილ თავისუფლება მზიას თავისუფლება ჩვენს კოლეგას თავისუფლება მზიას სასტუმროში ჩვენი კოლეგა კვდება ციხეში გესმით თქვენ სასტუმროში კვდება კოლეგა იმაში მე ჩემს საქმეს ჩვენს მინისტრად წოდებულია მიხართ თქვენ სასტუმროს უსაფრთხოების უპროსელი ირაკლი მიქაბერი ადამიანის სიცოცხლეზე ვლაპარაკობ კერძო საკუთრება შემოვადი როგორც ჟურნალისტი საჯარო ღონისძიებაზე კითხვაზე პასუხს ვითხოვ კი პროტესტი იმიტომ გამოვხატავ რომ ჩემი კოლეგა პროტესტს გამოვხატავ და კითხვასაც დავსვა სასტუმროს შენობაში შემოვედით ჟურნალისტები საჯარო ღონისძიებაზე სადაც მოდიოდა საჯარო პირი მინისტრად წოდებული სარჯულოზე კითხვის დასასმელად აბა რა დავარღვიეთ კანონის რომელი მუხლი აბა გისმენთ მოვიდა ჩემს არ აქვს მნიშვნელობა საჯარო მოხელია თუ ვინა დაიქირავა რა კერძო თქვენი თანამშრომლისგან კითხების დასმელად მოვიდი ხო დაიქირავა მისის პული დაიქირავა ჩემს არ აქვს მნიშვნელობა მე კერძო ვარ ხო და იქ საბიუჯეტო რესურსი იხარჯება საჯარო პირია და საჯარო პირთან ჟურნალისტები მოვედით კითხვის დასასმელად რა კერძო საკუთრებაზე ლაპარაკობ არა ვერ დავუსვით არ უსმენდი არ რუსული რეჟიმი თავისუფლება მზია ამაღლობებს ჩვენს კოლეგას რომელიც რუსულ რეჟიმს უკანონოდ ყავს დაპატიმრებული უკანონოდ ციხეში მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ხო უნდა გაიგოთ გავიგე 16 დღეა ქალი შიმშიობს ეხა ჩვენი რატო არ აი მან უნდა გავწევს პასუხი თქვენ რა გონიათ ეხა ამით რა პასუხს ზიას ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის სამინისტრო რომელსაც ძალაუფლება და რესურსები აქვს რას აკეთებს რას უნდა ვითხოვდეთ სარჯელაძის თვალების ენახავად კი არ მოვედი ან თქვენს გასაცნობად გაცემაც რო არ უნდათ თავისუფლება მზიას ყველა რეჟიმის დროს როგორი კარგად ხართ ყოველთვის რა გაცინებთ? თავისუფლება მზიას, თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეს, ზია ამაღლობელს, რუსული რეჟიმის ტყვეს.